რა მოხდა? მიდიხართ? დიახ, თათბირზე მაგვიანდება. ღვეზელი შეჭამეთ და ისე წადით. არ მინდა. დიდი მადლობა. ხო, მაგრამ მადლობა, მართლა არ მინდა. რა ხდება? სადმე გეჩქარება ეს რა? ეს რა მეპასუხე? ეს რა მეპასუხე? ეს რა? გისმეთ? ოზან გორფალი ვარ, ჩემი მეუღლე არის თქვენთან. ეს რა? გამარჯობა ბატონო ოზან. როია სახლში არ არის, ექიმთან წავიდა. ეს რა არის? ეს რა? არ მინახავს. არ გინახავთ? აბა მისი მანქანა რატომ დგას? მართლა? არ ვიცი, დილი და სახლში ვარ. რატომ ატყუებთ? რას გატყუებ? ეს რა? რას აკეთებთ? ბატონო ოზან. ეს რა? ხომ გეუბნებით აქ არ არის? ერთი წუთით. ეს რა? ბატონო ოზან, ასე შემოსვლა არ შეიძლება სახლში, რას აკეთებთ? ბატონო ოზან. ეს რა? მომისმინეთ, ბატონო ოზან. ეს რა არის? ეს ყველაფერი რას ნიშნავს? ბატონო ოზან. როია თქვენზე შეყვარებულია. იმ დღიდან, რაც უნივერსიტეტში დაგინახათ. რას ნიშნავს შეყვარებულია? რა ხდება აქ? სად არის ეს რა? რა გაუკეთეთ? სად არის ეს რა? სად ვარ? არის საქვინმე. როია. არის საქვინმე. მიშველეთ. გამიტაცეთ მანიაკებო. როიან. ყველაფერი სუფთაა, აქ ვერა მენგვიპოვის. ბარიშ,
თავიდან უნდა მოვიშორო. სამსახურში ისე დაუბრუნდები, ვითომ არაფერი მომხდარა. ნუ ბოდაო. ხო, ასეა საჭირო. მისმენე. ოზანის ისტორია დამთავრდა, გასაგებია დაივიწყე. არა, ვერ დავივიწყებ, არ შემიძლია. მისმინე ყველაფერი მოგვარდება, გამოსავალს ვიპოვე. რა გამოსავალს, გაიგე რომ დამთავრდა, სხვა გზა არ გაქვს. ეს რას არ შეეხო, გასაგებია, არ მიეკარო. ის ერთადერთი ბილეთია თავისუფლებისკენ. გასაგებია? გესმის? არის საქვინმე. ბარიშის იდეა იყო. რა იყო ბარიშის იდეა? ყველაფერი მან დაგეგმა. ჩვენი ბრალი არ არის, გეფიცებით. ვიცი, სადაც არიან, წაგეყვანთ. მაგრამ ერთადერთი სურვილი მაქვს. თქვათ, რუია არ დაზარალდეს. გემუდარებით. წავიდეთ. მითხარი სად არიან, ჩქარა. სასტრაფოდ. კარგი. მიშველეთ. არის საქვინმე. დამეხმარეთ. არ გესმით ჩემი ხმა? მიშველეთ. აქ ვარ. ბრავო რუია. რა კარგად თამაშობდი. მხოლოდ მე კი არა, ყველა მოატყუე. რა საკეთებ? ასე იყო საჭირო. შენზე ყველაფერი ვიცი, გესმის? ვიცი რომ იმ კომპანიაში არ მუშაობდი. რა საკეთებ? რის მიღწევას ცდილობ? არა, ყველაფერი არ იცი. უნივერსიტეტიც არ დამიმთავრებია, ანუ სტიპენდიანტიც არ ყოფილვარ. ესეც ტყუილი იყო. მაგრამ იცი რა ეს რა? მიხარია რომ ყველაფერი გაიგე. ახლა იძულებული აღარ ვარ, კარგად მოგექცე. რუია, რატომ იტყუები? რისი იმედი გაქვს, რის მიღწევას ცდილობ? როცა სკოლაში ვსწავლობდი, ოზანი მოვიდა გამოშვების დღეს. არაფერი მომხდარა, უბრალოდ ვილაპარაკეთ, მაგრამ იმ დღეს მივხვდი, რომ ერთმანეთისთვის ვიყავით შექმნილები. შენ რომ არა ეს რა, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. შეიძლებოდა მე და ოზანი ბედნიერები ყოფილიყავით. რუია, ავათხარ გონს მოდი. იცოდე ოზანი მიპოვის, მაინც მიპოვის, შენ ხომ იცი? რა საკეთებ? ცდები ეს რა. აქ ვერავინ გიპოვის. ვერავინ დაგეხმარება. ნახე, ჩვენს გარდა არავინაა. როგორც ხვდები ძვირფასო ეს რა? ჩემს ხელში ხარ. კიდევ შორს არის? არა, აქ მარჯვნივ შევხვიეთ. აქ არიან? დიახ. ხმა არა მოიღო.
რუია. სათხარს მოვსად. ეს რას დავღრეკავ? ღმერთო ჩემო, სად არიან? ოზან რამდენჯერ განიშნე? რატომ შემოხვედი ისე რომ არაფერი შეემოწმე? რას ესულებია, რა მანიშნა? რა ვერ შემომჩნია? რას ნიშნავს ვერ შეემჩნიე? განიშნებდი და ვერ მიხვდი. თავს ვაქნევდი, იქ დგას მეთქი და ვერაფერი გაიგე. ასეთ მდგომარეობაში სხვა რა უნდა გამეკეთებინა? მეგონა გაგიხარდა ჩემი დანახვა და ამიტომ ხტუნაოდი. ხო, გამიხარდა რომ დაგინახა, მართლა გამიხარდა, ბედნიერი ვიყავი. მეგონა გადამარჩენდი, მაგრამ ხომ ხედავ რა მდგომარეობაში ვართ. ხედა? კარგი ასრა, კარგი გაჩვენდი. ისედაც თავი მისკდება. არა, ერთ რაღაცას ვერ ხვდები. ყველა ფსიქოპატი შენ როგორ პოულობს? ან კარგი შენ გიპოვნეს, მერე ჩემგან რაღა უნდათ? რატომ იციკლებიან ჩემზე? ვერ გავიგე. ანუ ჩემი ბრალი არა, ესეც ჩემი ბრალია, ხომ ასეა? არავინ გეუბნება რომ შენი ბრალია, მაგრამ უნდა დააკვირდების თან გაქვს ურთიერთობა. თავაზიანი ადამიანი ვარ გესმის და ამიტომაც მემართება ეს ყველაფერი. ხო, აბარა. იმიტომ ხომ არა რომ ყველას კომპლიმენტს ეუბნები? არა კომპლიმენტს. ვის რა ვუთხარი? იცი რა მაინტერესებს? ცხოვრებაში ჩემზე ერთგული ადამიანი თუ გინახავს? გინახავს? არა. იცი რატომ არ იღებ ხმას? ახლა ვეგეთყვი. კაცები როცა სადღაც მედიან, ჯერ აგვირდებიან ვინ სად არის. მე არა. იცი რატომ? იმიტომ რომ ყოველთვის წინ ვიყურები. წინ. გესმის? რა? ხო, ოზან, ხო. კიდევ კარგი პოლიცია მალე მოვა და შენი ბოდვი სატანა დიდხანს არ მომიწევს. ოზან, პოლიცია მალე მოვა და გადაგვარჩენს, არა? ოზან, რა საკეთებ? აქეთ-იქეთ რატომ იყურები? პოლიცია მოვა და დაგვახმარება, არა? რა თქვი, ვერ გავიგე. რა გაინტერესებს? ოზან, მიპასუხე, პოლიცია დაგვახმარება? არა. რას ნიშნავს არა, ოზან? რა არა? რას ნიშნავს არა, პოლიცია მოვა და გადაგვარჩენს თუ არა? არ დამირეკავს. რატომ? შენს გადასარჩენად მორბოდი და არაფერზე მიფიქრია. ჩემს გადასარჩენად ხელსარიელი მოხვედი და არც პოლიციაში დარეკე? ვინ ხარ, ოზან? სუპერგმირი? სად არის შენი სუპერძალა? ქსელებს რატომ არ უშვებ? კარგი, რა ვქნა, არ დამირეკავს. ვერ მოვიფიქრე. კარგი. მუსა მაინც ხომ დარეკავს პოლიციაში? რა ხდება, ოზან? ოზან, არც მუსას უთხარი? ყველაფერს უყვები მუსას. აბსოლუტურად ყველაფერს. და ეს არ გითქვამს? ოზან. არ მithქვამს, არ დამირეკავს. რა უნდა მეთქვა? ქალმა ეს გზა მაჩვენა და მანქანით მოვედი. გესმის? როდის უნდა დამერეკა? საერთოდ არ მქონდა დრო. თანაც თავიდან ვერ მომგეთქვა, სად მიდიოდი? არაფერიც არ მოხდებოდა. ასე რომ ეს ყველაფერი შენი ბრალია. რა? ახლა მე ვარ დამნაშავე, მე რა შუაში ვარ? საიდან დამცოდნოდა რომ ეს გოგო მანიაკია? სალაპარაკოდ მივედი სახლში, მაინტერესებდა რა პრობლემა ჰქონდა. ოჩახ, მაგრად მოიქეცი. არა, შენ მოიქეცი მაგრად. დიახაც. ხო. ყველაფერს ჩემს გარეშე რომ აკეთებ ამის ბრალია. არასდროს დამირეკო და არაფერი მითხრა იცი რატომ? იმიტომ რომ დაგეხმარები და რაში გჭირდება? ნუ ინძრევი. რას ვინძრევი, გაგოჯილი ვარ. ხოდა რომ მოძრაობ, ხელები მტკივა. მე არ მტკივა ხელები. ნუ მაწვევი მძიმე ხარ. და რა ვქნა? რა გავაკეთო? ერთის გამია, სად წავიდე, სად დავჯდე? საერთოდ რას მოდიოდი? რა ვქნა წავიდე? მძიმე და დიდი ხარ. ჩაიწიე. სად შევიწიო? ასე დაჯექი. როგორ ჩვეულებრივად ვზივარ? ჩაიწიე, ვერ ვეტევი. რა უნდა მექნა? პოლიციაში დარეკავდა აქ რომ არ მომეყვანა. რა მექნა? ქალის მანქანა საფთა როგორ დატოვეთ? ხელი დაგაფარეთ და მეჩხუბებით?
ოზანს არაფერი არ უნდა გაეგო. ახლა ბძულ ვარ. რას ბოდევ როია? რას ნიშნავს ძულ ხარ? კაც ცოლი მოვტაცეთ, გესმის? ცოლი მოვტაცეთ და რას მეუბნები? სიტუაცია სერიოზულად ვერ აღიქვამ არა? სანამ ეს იდიოტი მოგყავდა აქ ვინმე მხომარ დაგინახათ. ან ხომარ დარეკა. არა, არავისთან ულაპარაკია. დიდევ კარგი. ახლა რა ვქნათ? რა ვქნათ? ფული უნდა მოთხოვოთ და აქედან წავიდეთ. სხვა გზა არ არის, მორჩა. როია. არსებობს ადამიანი, ვისაც შეგვიძლია ფული მოთხოვოთ. როია. ვის ვთხოვოთ ფული? მუსა, შეგვიძლია დაურეკოთ. კარგი, ნომერი მომწერა. მისმინეთ, მე მოვჭი. ამ საქმეში არ გამრიოთ. ამიტომ წავედი. მოიცადე, სადმე ხარ? სახლში ვერ წახვალ გიპონიან. ვინ გითხრა რომ სახლში მივდივარ? ჩემზე არ იდარდოთ. ფულის ამბავს რომ მოაგვარებთ და მირეკეთ. კარგი მოიცადე, დამელოდე. დედასა ვიყვან და ბარას ვიყედი რომ მუსას დაურეკოთ. იცოდე ყურადღებით. გესმის? გავიგე. ოზან არ შეგიძლია გაწყვიტო. გაწყვიტე. მაგრად დაგგვებეს. ხელები მტკივა. ვიცი, ცოტა მოითვენე. ეს რა? ოზან, მე ძალიან მწუხვარ. ხომ კარგად ხარ? ხელები გტკივა? არა, კარგად როია. შენ დამშვიდოდი. დამიჯერე. ძალიან მწუხვარ, არ მინდოდა ასე მომხდარიყო. როია, ეს ყველაფერი არ იყო საჭირო. მართლა მისმინე. მე შენ ძალიან კარგად გიცნობ. ვიცი რომ ჩემი დაზარალება არ გინდა. მოდი, გამიხსენე ხელები. არ გინდა ყველაფერი დამთავრდეს. კი, მართლა არ მინდა რამე დაგემართოს ოზან. ვიცი, ამაში ეჭვი არ მეპარება. მისმინე, თუ გაგვიშვებ, ისე მოვიქცები. თითქოს საერთოდ არაფერი მომხდარა. ყველაფერი წარსულს ჩავაბაროთ, კარგი? მიდი. მიდი, როია. გთხოვ. პენარ. რამე ახალი ხომ არ არის? სამწუხაროდ არა, ტელეფონები გამორთული აქვთ. კარგი, თუ რამეს გაიგებ და მირეკე, კარგი? კარგი. გისმენ. ოზანი და ესრა ჩვენთან არის. თუ გინდა რომ ცოცხლები და უნებლები ნახოთ, საღამომდე 10 მილიონი ლირა მოამზადეთ, რა? პოლიციაში და როგორ გაბედო? არც იფიქრო, ჩემს ზარს დაელოდე. ვინ ხარ? ალო. აბონენტი მიუწვდომელია, გთხოვთ დარეკეთ მოგვიანებით. რა ხდება? კომიცია არ მოგატყუებ, კარგად მიცნობ. სიტყვას გაძლევ. ამ დღეს საერთოდ დავივიწყებ. მიდი, გაგვიშვი. მიდი, როია. მიდი. იდიოტი არ ვარ, ოზან. ძალიან ცუდად მაფასებ. ბრავო, ოზან. ბრავო. ტარს დაგიკრავდი. ხელები რომ გახსნილი მქონდეს, მართლა დაგიკრავდი ტარს, მაგრამ დაბმული ვარ და არ შემიძლია. კეთს ვიხარ შენი უმორის წინაშე. ოჯახ, რა მაგარი ხუმრობა. მოუკვდი სიცილით.
ოზან ადამიანის შენს ადგილას სხვანაირად ილაპარაკებდა, მოეფერებოდა, კომპლიმენტს ეთყოდა. რა? და შენ რას აკეთებ? შენ არ თქვი ყველას კომპლიმენტებს რომ მეუბნები ამის ბრალია ყველაფერია. შენ არ მითხარი? გამეცი პასუხი. და ახლა გადაწყვეტე შეცვლა ოზან. მაინც და მაინც ახლა როცა გჭირდება ერთ კომპლიმენტს ვერ ამბობ არა? შენ მითხარი რომ ასე არ მექნა, მაგრამ კარგი. საოცარი იდეა მაქვს. შესანიშნავი აზრი მომივიდა თავში. არ გაინტერესებს? გაჩერდი. არ გაინტერესებს ჩემი იდეა? რა? სანამ აქედან არ გავალთ, ხმა არ მოიღო. რა სიტყვი? ხომ კარგი იდეაა? ოზან გაჩუმდი. მეც დავისვენებ ცოტა ხანი, კარგი? 1, 2, 3, მორჩა. კარგი, ჩუმადვა. ისევ ლაპარაკობს. შენც. რას ნიშნავს მოიტაცეს, ვერაფერი გავიგე. ის შეშლილი რუია და მისი მეგობარი არიან გარეულების საქმეში. ეს რას მანქანა რომ გააფუჭეს და ვინ გააფუჭა? ვინც გაიტაცა მან? შვილო, ვერაფერი გავიგე. ეკო მეც დაბნეული ვარ. ჩვენ რატომ დავიწვალოთ ამ სისულელეებზე? რა ჩვენი საქმეა? ორივე ასოციაციის პრეზიდენტები ვართ. რატომ დავეწვალოთ მტვრიან რვეულებს? დედა, შემოწმება იქნება, რატომ ვერ იგებ? ეგ გავიგეთ, მაგრამ აქედან არაფერი გვესმის. ნახე რა წერია, ხვდები? არა, რა უნდა გავიგო? უსაქმო რეკოს დაურეკე. მიდი დაურეკე. და აგვიხსნას რა და როგორ. არა, არ შემიძლია. აფთიაქში ვარ წასასვლელი. აფთიაქი მოიცდი შვილო. მიდი დაურეკე. აგვიხსნას რა ხდება. კარგი. ხმა მაღალზე ჩავთავ. ჩართე. ჩემო ყვავილო, ახლა ვაპირებდი დარეკვას. ეკო აფთიაქში ჯერ არ ყოფილვარ. არა, ჩემო ყვავილო, რაღაც უნდა გითხრა, მაგრამ მშვიდად. თუ ჩვენები შენთან არიან, არ შეიმჩნევა. ეს რათა ოზანი გაიტაცეს. გამოსასხეთ სიტყვენ. ჩემი ლომი. შვილო. ოზან. რაღაც მინდა გითხრა. თუ გეტყვი არა მეთქი, მაინც მეთყვი და დაისყნიდი. ატლას ბაღიდან ხომ გამოიყვანენ? რა თქმა უნდა ეს რა. რა თქმა უნდა, გამოიყვანენ. ჩვენებს დაურეკავენ, შენ არი დარდო. ჩვენ რომ არ დაგვინახავს გაუკვირდება ინერვიულებს. ეს რა. ჩვენები რამეს მოიფიქრებენ, გესმის? გთხოვ ამაზე არ ინერვიულო. კარგი? ატლასი კარგად იქნება. გთხოვ. როგორ ფიქრობ, თუ რამე დაგვემართება მიხედავენ? რა თქმა უნდა ეს რა მიხედავენ. მაგრამ ეს არც გახდება საჭირო. არაფერი არ მოგვივა, ნუ გეშინია. ხო, რა თქმა უნდა მიხედავენ. ჩვენი მშობლები იზრუნებენ მასზე. ელიფი, ეკო, ზეინო და მუსა. ძალიან ეყვარებათ. დაიცავენ და უჩვენობას არ აგრძნობინებენ. ეს რა. სანამ ჩემი შვილი მამას არ დამიძახებს, არცად წავალ. არ მოგვდები, გესმის? მამა უნდა დამიძახოს. სანამ ამ სიტყვას არ მოვისმენ, მანამ არ მოგვდები. ხომ გესმის? თან მე უნდა ვიცოდე რა უყვარს ჩემს შვილს. შენ იცი რომ კომბოსტო არ უყვარს? ხო, ვერ იტანს. არ ჭამს. სული ასამნისფერ ჭხერს მთავს თქვენისთვის. ველოსიპედის დარება უნდა ვასწავლო, კინოში უნდა ვატარო შაბათობით. ახლა ხანს გავერთიანდით. ის 5 წელი უნდა ვინაზავრო. ამიტომაც არც მე და არც შენ არსად არ წავალთ. კარგი? ოზან, ბუდიშს გიხდი რომ გიმალავდი და ატლას არ გაჩვენებდი. ძალიან ნანობ. მინდოდა მეთქვა, მაგრამ ვერ შევძელი. მითხრეს რომ ჩემი სახელის ხსენებაც არ გინდოდა. მეგონა ბედნიერი იყავი. ვიფიქრე რომ ატლასს არ მიიღებდი. ყოველთვის მინდოდა შენთვის თქმა. რეპეტიციაც არაერთხელ გავიარე, მაგრამ რა ვქნა, შემეშინდა.
როცა ატლას სათვალე დასჭირდა ძალიან გამიკვირდა იცი? არადერა იყო გასაკვირი, შენი შვილია. წავედი და შენნაირი სათვალე ვუყიდე. ბავშვობაში რომ მქონდა, წავედი და ზუსტად შენნაირი ვუყიდე. ასე კიდე უფრო მეტად დაგემსგავსა. როცა ვუყურებდი, თითქოს შენ ხედავდი. თითქოს ისევ ბავშვები ვიყავით. არ გავზრდილვართ. ცუდი არაფერი გადაგვიტანია. ერთმანეთისთვის გული არ გვიტკენია. იმ მომენტში, იმ პერიოდში შენს გვერდით ყოფნა მინდოდა ეს რა. მხოლოდ ატლასის გამო არა. შენს გამოც. მაგალითად, როცა ორსულად იყავი და ექიმთან დადიოდი, მინდოდა შენი ხელი მჯეროდა, როგორც ახლა. როცა რამე მოგინდებოდა, მინდოდა მე მომეტანა. ახლა რაც მითხარი თითქოს უკეთ გაგიგენ. შენი კარგად მესმის. ხვდები, ჩემგან რასაც ელოდებოდი. ახლა ყველაფერს ხვდები. Şimdi anlıyorum. Sen de benden bunu bekliyorsun zaten. Şimdi anlıyorum. ოზან, ერთ კვირაში ატლას მშობელთა კრება აქვს ბაღში. და მთელი ოჯახი ერთად წავალთ. ახლა დაფიქრდი, რა შეიძლება გააკეთო და აქედან გამიყვანე. გესმის? კარგი, რამეს მოვიფიქრებ და ჩვენს შვილთან ერთად წავალთ, გესმის? შენ არი დარდო, გამაგრდი და ნუ გეშინია, კარგი? კარგი. ნუ გეშინია, რამეს მოვიფიქრებ. ერთ მეგობრს ველაპარაკე იახტა ყავს. ყველ საზღვარგარეთ გადაგვიყვანს. პასპორტებსაც ის გააკეთებს. საღამოს ფულს ავიღებთ და წავალთ. პოლიციაში დარეკავენ, აი ნახავ. ღმერთო, ამაზე ნუ ფიქრობ. ჩვენს ხელში კომპანიის დირექტორია, რომელიც $1,000,000 ღირს, გესმის? ჩვენ ყავს. ოზანს საფრთხეს არ შეუქმნიან. და ესენი? მაგას მოვიფიქრებთ. დედა, დედიკო და ამშვიდედი. თურქეთს კარგი პოლიცია ყავს, ყველაფერს გააკეთებენ. ეფეს ბანკში ნაცნობები ყავს, ნებისმიერ თანხას გამოგოტანენ. თხოვთ რა, გეყოფათ. არა, მე გამოცდილი ვარ. უკვე გამიტაცეს და ვიცი, რომ ბინძურ ადგილას ყავთ ჩემი შვილი. ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან. ჩვენი შვილები გაიტაცეს და შენ კიდე ვიტყუები ზუმრუდ. არ გწვენია? არ ვიტყუები, ღმერთო ჩემო, რატომ არავის გჯერათ ჩემი? არა გავენ. მიდი უბასუხე. გისმენ? პოლემზად არის. დიდი თანხაა და დრო გჭირდება. ვიდეოს თავი უნდა ვიცოდეთ, კარგად არიან თუ არა. ვიდეო გვინდა. უნდა დავწმუნდეთ, რომ კარგად არიან. არანაირი ვიდეო კარგად არიან. ვიდეოს გარეშე ფული არ იქნება, კარგად. შვილო, რას აკეთებ? გაუთიშე ძმაო. რატომ გაუთიშე? დამტაცებლებს ვინ უთიშავს ტელეფონს? ცუდად მოვიკეცი? ხო, რატომ გაუთიშე ტელეფონი? მინდოდა დამაჯერებელი ყოფილიყავი. რა ვიცი, ფილმებში ასეა ხოლმე. უსახლა დაგარტყამ და ფინალური სცენაც ეს იქნება, გეფიცები. შვილო ისე გამოვიდა, თითქოს ხელი ვკარით ჩვენ შვილებს, რამე არ დაუშავონ. ჩემო სიცოცხლე, მთავარი კითხვა ის არის, სად არიან? სად არიან? მართლა ძალიან ნერვიულობ, გავგიჟდები, სად არიან? ჩემო ყვავილო, შენ არი ნერვიულო, წყალი დალია. მიდი. ვიდეოც მოვიდა. მიდი ჩქარა ჩართე, სწრაფად. გეყოფა. დამაცადე. რამდენს ლაპარაკობ, ფიქრობ. ოზან, რამდენს ფიქრობ? 2 საათია გელოდები. რა ვერ მოიფიქრე? ჭკვიანი არ ხარ? მიდი რამე მოიფიქრე და გამიყვანე აქედან. გავალთ ეს რა, გავალთ. რამდენი საათია აქ ვართ? კარგი, დამაცადე, რამეს მოვიფიქრებ, გაჩუმდი. რომ ჩუმდები, რა აზრი აქვს? ფიქრობ.
დედიკო, კარგად ხარ? არა, ცუდად ვარ ელიფ. ვერ ხედავ ეს რა ჩემს ბიჭს როგორ უყვირის. ნახე როგორ აწამებს. ასეთი ხასიათი აქვს, ყოველთვის ტანჯავდა. რას ამბობ? ახლა ვიდეოზე ჩაიციკლე? ეს არის პრობლემა ზუმრუდ. ხო, ვიპოვე. ვიცი სადაც არიან, ვიცი. ნახეთ, აქ ინსტრუმენტები დევს. ნასოსიც დევს. ანუ ეს ის ადგილია, სადაც ადრე იარაღებს აკეთებდნენ. ანუ? ის ადგილებია, სადაც ნასოსებს აკეთებენ. მამა ყოჩაღრა მაგარი ხარ. მოკლედ მშვიდად. ჯერ ძველი საწყობები უნდა ვიპოვოთ, სადაც იარაღს ამზადებდნენ. მერე ჯგუფებად დავიღობით და მოვძებნით. ელიფშულა, მიდი აპლას პაგინა გამოიყვან. ოღონდ არ შეიმჩნია ბავშვთან კარგი? და რაც მთავარია ჩემს ზარს დაელოდე. კარგი, მივხედავ. წავედით აბა, რას ვდგავართ? წავედით, სად არის ჩემი ჩანთა? წავიდეთ. ჩემი ჩანთა მაპოვნინეთ. არა მაგრა დაგორდეს. ცდილობ, მაგრამ არაფერი არ გამოდის. ოზან, გახსოვს ერთხელ ზღვაში რომ გავიჭედეთ ნავით. ო, მახსოვს, რა თქმა უნდა. რაზე ფიქრობდით ნავით სეირნობა რომ გადავწყვიტეთ? მე კიდე ჯანდაბას, მაგრამ შენ რაზე ფიქრობდი? ერთად გვინდოდა რაღაც გაგვეკეთებინა. მაგრამ არ გამოგვივიდა, რადგან ერთდროულად ვერ მოქმედებდით. ჩემი ნიჩაბი ზღვაში ჩამივარდა. რამდენი საათი ვიყავით ზღვაში? მშობლები გვეძებდნენ. გახსოვს როგორ დავიწვით? სულ წითლები ვიყავით. მერე სახლში წავედით. დედამ მაწონი წამისა. მაგარი ხარ, ოჩა. ოზან, ამას ახლა მიხვდი? ეს რა ნახე? შეხედე მარჯვნივ აპარატს ხედავ? ვერა. როგორ ვერა ეს რა მარჯვნივ? მარჯვნივ, შენგან მარჯვნივ, ჩემგან მარცხნივ. კარგი. ხედავ? ხედავ. თუ ერთდროულად ვიმოქმედებთ, მივალთ და თოქს გადავჭრით. კარგი. შევთანხმდით? შევთანხმდით, რა ვქნათ? მოკლედ სამთვლაზე ერთდროულად დავიწყოთ მოქმედება. ერთდროულად. გასაგებია. კარგი? კარგი. 1, 2, 3. 3. რა ვერ გაიგე? ოზან. 1, 2 და 3-ზე ვხტებით. 1, 2 და 3-ზე ვხტებით. გესმის? 3-ის მერე. 1, 2, 3 და ხვდებით, მიდი. მე და მიჯერი არ შეიძლება 3-ზე ავხტეთ. მე დავითვლი. კარგი. მიდი, დაითვალე და ავხტეთ. გელოდები. 1, 2, 3. მიდი. რა? დავიღალე ოზან. რამ დაგღალა? იგი მის ბრალია სულ პიცას როჯამ. ჯანს აღარ როჯამდე, მარტივად გამოგივიდოდა. რა პიცა? რით ვერ დაივიწყე ეფეს პიცა? შე რომ არ იყო სუსტი ამწევდი და ისე წამიყვანდი. მიდი, დაითვალე. ვითვლი. დაითვალე, მიდი გელოდები. დაითვალე და დავიწყოთ, მიდი. მიდი. მე დავითვლი. გელოდები როდის გაჩვმდები? 1, 2, 3. მიდი. ძმაო, სწორად მივდივართ. კი, წენიარე. ზოგიერთი სწორგზას უკვე აცდა, მაგრამ კარგი. ეკო, წინ გზაჯვარედინია და მარჯვნივ ძმაო. კარგი. ნავიგაციაც კი ამბობს, რომ მეორე გზა ყოველთვის არსებობს, მაგრამ ვინმეს ესმის? გეყოფ ამოსა, აზვიადებ. დავიღალე, უკვე აღარ შემიძლია. ცოტა ხანი გაჩვმდით. ერთმანეთს ასე ნუგობენ ამ დროს. მართალია. მართალია. ჩემი და გაიტაცეს $1 მილიონ სიძესთან ერთად. ვინ იცის რა ბედიელით? ეს აღარ თქვა. გაჩვმდით ან უღარ ჩუბავთ. ჯერ ეს პრობლემა მოვაგვაროთ და მერე გააგრძელეთ. კარგი. შულო პოლიციაში არ დაგვირეკია. დაგვავიწყდა, მიდი, დარეკე სწრაფად. ისინიც მივიდნენ ძველ საწყობებში. კარგი, ახლა ვრეკავ. ნეტავ დედა და მამა რას შობიან?